მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით უგემრიელესი დესერტით, რომელიც მოვამზადებ ფორთოხლისგან. ეს არის ფორთოხლის ჟელე. ძალიან ადვილად მოსამზადებელია და ძალიან გემრიელია, გააოცებთ თქვენ სტუმრებს. მე მოვამზადე ერთი ფორთოხლისგან. გავჭერი შუაზე და ამოვაცალე რბილობი. თასში ჩავყარე 1 ჩაის კოვზი ჟელატინი და დავასხი ცოტა ოდენი გადადუღებული ცივი წყალი და გავაჩერე გასაფუებლად. ფორთოხლის ნაჭრები ჩავდე წვენსაწურში და გამოვწურე წვენი. ჟელატინის გაფუებას დაჭირდა 10 წუთი. გაადნეთ დაბალ გაზზე ადუღებამდე. მე მიკროტალღურ ღუმელში გავადნე. ჩავამატე 2 ჩაის კოვზი შაქარი, ვისაც ნაკლები ტკბილი გიყვართ, ნაკლები გაუკეთეთ. ჩავამატე ცოტა ვანილი და მორევის შედეგად გავადნე. ჩავამატე გამოწურული ფორთოხლის წვენი და ვურიე იქამდე, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნა. ეს მიღებული უგემრიელესი მასა ჩავასხი ფორთოხლის გულგამოღებულ კანებში. შემდეგ დავაფარე კულინარიული პარკი და შევინახე მაცივარში, დაჭირდა დაახლოებით 3 საათი. 3 საათის შემდეგ უგემრიელესი ფორთოხლის ჟელე მზად არის. შემდეგ დავჭერი, საკმაოდ მკვრივია და ადვილად იჭრება. აი ასეთი გამოვიდა. ძალიან ლამაზი, ძალიან არომატული. თუ მოგეწონათ ვიდეო რეცეპტი, გამოიწერეთ. ჩემი ბურის სამზარეულოს გვერდი, მოიწონეთ და მიკომენტარეთ. ველი თქვენს გამოხმაურებებს.